დათა არველაძე იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, ვისაც ცხოველები, განსაკუთრებით კი ძაღლები ძალიან უყვარს. შინაური ცხოველებისადმი სიყვარული ბავშვობიდან გაუჩნდა. მაშინ, როდესაც მის მიერ მოთვინიერებულმა ძაღლმა დათა ერთგვარი ხიფათისგან იხსნა. ერთ ძაღლს ვაპურებდი სახლიდან, პურებს უგდებდი და შემომეჩვია. ერთი უცხო ძაღლი გამომეკიდა, პადიაში შემოვარდი შიშით. გამომეკიდა, ფეხსაცმელი წამართვა და ჩემზე აპირებდა კბენას. უცებ ის ჩემი მოთვინიერებული ძაღლი შემოვარდა, გააგდო ის და მის მერ შემეყვარდა ძაღლები, რომ სიკეთეებს მიკეთებდნენ და მეც უკეთებდი. ის ჩემთვის არ არის სხვა ცხოველი, ის არის ჩემთვის ადამიანი და ძალიან ერთგული მეგობარი. დათამ ძაღლს გორგი დაარქვა და მისი საუკეთესო მეგობარი გახდა. გორგიმ პატარა ბიჭის ცხოვრება ერთგვარად შეცვალა. შემდეგ მქონდა სურვილი რომ გამეკეთებია ძაღლთა თავშესაფარი, მაგრამ პატარა რო ვიყავი ვერ ვახერხებდი. ახლა რომ წამოვიზარდე, დაახლოებით 1 წლის წინ, ისევ გამიჩნდა ეს სურვილი და გადავწყვიტე რომ გამეკეთებია ჩემს სახლთან შედარებით ახლოს რომ ყოფილიყო ძაღლთა თავშესაფარი. შემდეგ გავხსენი Facebook გვერდი, სადაც ხალხი მე ვნახულობდა, როგორ ვაჩუქებდი ძაღლებს და ასე წამომივიდა იდეა რომ ქუჩის ძაღლებიც დამეფურებინა. 13 წლის ბიჭს მეგობრებით შეუერთდნენ და საკუთარი ნაგროვები ფულით ასე ერთად შეუდგნენ უპატრონო ძაღლების დაპურებას. გარდა ამისა, ბავშვები მოქალაქეებს ძაღლების გასეირნების სერვისაც სთავაზობენ. ასევე მე დავიხმარი ჩემი მეგობრები, ბავშვები, რომ გაგვეკეთებია ძაღლებისთვის სახლები, მოგვეწყო მათთვის კარგი საცხოვრებელი ადგილი, ვაჭმევდით პედიქს, ჩვენთვის ჩამოქონდა 2 ლარი ყოველ 3 დღეში ერთხელ და ამითი ვაგროვებდით ძაღლის საჭმელებს და ვაჭმევდით. ჩვენ შევქმნით ასეთ სერვისი, როცა პატრონს არ ეცლება ძაღლის პატრონს, რომ გაასეირნოს თავისი 4 მეგობარი, ჩვენ დაგვიკავშირდება, ჩვენ მივალთ ადგილზე. რამდენი ხანიც უნდა ჩვენ ამ ძაღლებს დავიტოვებთ და გავასეირნებთ, ვასწავლით დაჯდომას, ადგომას და ასეთ ჩვევებს. დათა არველაძის ცხოველთა თავშესაფარი. ასე ქვია Facebook გვერდს, რომელიც დათამ შექმნა. მას უკვე 5000-მდე მეგობარი ჰყავს. ხშირია შემთხვევები, როდესაც პატარა ბიჭს უცნობები ურეკავენ და დახმარებას თხოვენ თუ როგორ უნდა მოუვარონ ძაღლს სხვადასხვა მიმართულებით. მე შევქმენი მარტო ეს Facebook გვერდი. ჩვენ ვდებთ ლეკვების გაჩუქებაზე განცხადებებს, რამე თუ ცხოველებს დაემართებათ იმასთან დაკავშირებით. ასევე ჩვენ ვაპურებთ ძაღლებს და ანგარიშის ნომრებს ვდებთ აქ და თუ რამე არის გასაჩუქებელი ლეკვე, იმას ყველაფერს ვდებთ. ხანდახან როცა ძაღლები ცუდად არიან ან ავად არიან, მე ხალხი მიკავშირდება და მეუბნებიან რომ რჩევა ჭირდება და მე ამ რჩევებს ვაძლევ, რაც ვიცი, ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე და ასე ვეხმარებ მათ. სამომავლოდ დათა კინოლოგიაზე ჩაბარებას აპირებს, რათა ის ცოდნა, რაც ამ მიმართულებით აქვს, კიდევ უფრო გაიღრმავოს. სურს საკუთარი ძაღლების თავშესაფარი ჰქონდეს. დათა არველაძე ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ადამიანებს ძაღლებთან და თუ როგორ პატივისცემას იმსახურებენ ეს უერთგულესი არსებები. ქეთი გელაშვილი, ტელეკომპანია მეგატივისთვის.